გასწენითა მამისათა და ძისათა და სულისათმიტისათა ჩვენთან არს დაიბადა ეს საყვარელო მამანო დედა წყალო და დანო ყველას გილოცავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეულ დღესასწაულს საქართველოში ქრისტეს სახარების პირველი ხადაგებლის ღვთისმშობლის მიერ წარმოგზავნილის თავისი ხელმძღვანელი ხატით შემობრძანებული მოციქულის, რომელსაც სახარება პირველ წოდებულს უწოდებს. პირველ წოდებული ანდრია მოციქულის სერებას უპირველეს ყოვლისა. ეს არის 12-თაგანი მოციქული პეტრეს ძმა, რომელმაც იოანე ღვთისმეტყველთან ერთად პირველმა აღიარა იესო ქრისტე როგორც მესია, პირველი მივიდა მასთან, პირველმა გამართა მასთან საუბარი და შემდეგ მიიყვანა თავისი ძმა პეტრე. განსაკუთრებულია ამ მოციქულის მნიშვნელობა და ეს რომ ასეა იქიდან ჩანს, ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანაში, ამ ქვეყანაში, რომელიც ღმერთმა თავის დედას ჩააბარა. ანუ ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებული დავალება მიეცა ღვთისმშობლის წილხვედ ჩვენს საქართველოს. ღვთისმშობლის მფარველობა ნიშნავს არა მარტო შეწევრას, არა მარტო დიდ წყალობას და პატივს, ამავე დროს ნიშნავს, რომ ეს ერი უნდა მაძავდეს თავის ღვთივდადგენილ წინამძღვარს და ღირსი უნდა იყოს ამ წყალობისა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და მადლობა ღმერთს 2000 წელია საქართველოს გაამართლა აი ის ნდობა, რომელიც მას გამოეცხადა. დიახ, ღვთისმშობლის წილხვედრი ერის პასუხისმგებლობა ერთგულება ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ურყევი, შეურყეველი, სიმტკიცე, სარწმუნოებრივი და ეს არის მთელი ჩვენი ისტორია. როგორც წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე ბრძანებს, ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. აი ეს არის საქართველოს ისტორია. ეს არის ჩვენი სულისკვეთება, რომელიც იყო, არის და იქნება მარადის და რის გამოც სწორედ ღვთისმშობელი დაგვიდგინა უპალმა, რომ ჩვენ ეს ერთგულება უფლისადმი, მისი სარწმუნოებისადმი გამოგვეჩინა და აი ასეთი მისიის, ასეთი ერის ქრისტეს გზაზე დადგინება 12 მოციქულიდან დაევალა ანდრია პირველწოდებას. ამიტომ დიდია მისი მნიშვნელობა როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და განსაკუთრებით ჩვენი ეკლესიისათვის. წელს, უბრალოდ მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს. ეს არის დაგვირგვინება იმ სამოციქულო მსახურებისა, რომელიც ანდრიამ დაიწყო პირველ საუკუნეში. დაგვირგვინა წმინდა ნინო, ამიტომ წელს ჩვენ როგორც ეკლესია, ასევე ხელისუფლება, ასევე სრულად საქართველოს მოსახლეობა, საქართველოში და მისმანლებს გარეთ განსაკუთრებით ვებზადებით ამ დღესასწაულისთვის. რადგანაც ჩვენ გვმართებს მადლიერება ღვთისმშობლისადმი, ჩვენი ზეციური მფარველებისადმი, დიდი მამულიშვილებისადმი, რომელთაც ღირსეულად ატარეს ეს ჯვარი და არა მარტო გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა, არამედ
მაგალითები დიდი სარწმუნოებისა, დიდი სულიერებისა, დიდი კულტურისა, მსოფლიო მნიშვნელობის საგანძილში შეიტანეს ეს მაგალითები. და მომავალი წელი ეს არის გახსენება აი ამ ჩვენი დიდი წყალობისა, ღვთისმშობლის პავლოვისა და ანდრიას მიროწოდებულს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენ მას უნდა ვევედოთ. განსაკუთრებით რომ შევაძლებინოთ ამ წელს არა მარტო გავიხსენოთ ჩვენი წარსული, არამედ აღვადგინოთ ის ტრადიციები, რომელსაც ბოლო საუკუნეებში სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ხელი ეშლებოდა და რომლის აღდგენას მიმდინარეობს ნახევარი საუკუნეა, თუმცა ადვილი არ არის ის, რაც მრავალი საუკუნე ითუნებოდა ნახევარ საუკუნეში ეს ყველაფერი ადვილი არ არის, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ეკლესიური ცხოვრების, სულიერი ცხოვრების აღდგენისათვის და შორს არ არის ის დღე, როდესაც დედა ეკლესიის წიაღის სისავსე იქნება ერთი ადამიანთან და ერთი გაგულითა მადიდებლისა. და აი სწორედ ეს მესასწაული იქნება უდიდესი საფეხური, უდიდესი საშუალება აი ამ ერთ სულიერი გაჯანსაღებისა, სულიერი განმტკიცებისა. საქართველოს უნდა განმტკიცდეს ჯერ სულიერად და შემდეგ ტერიტორიულად. და ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ ამის ღრმად წამს უფალი მოგვანიჭებს ამ წყალობას. თავარია ჩვენი მკვლოვანი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული, შესაძლებელია მხოლოდ ღვთის დახმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი როგორი კეთილიც არ უნდა იყოს მისი სურვილები, თუ ღვთის მადლი, თუ ღვთის შეწევნა არ ახლავს მის შრომას, მის აი ამ ძიებას, შემოქმედებას, შეუძლებელია რომ მომხდე ადამიანმა მიიყვანოს დააკვირვოს ეს ყველაფერი. ასე რომ აი სწორედ ღვთის მადლში გამყრიანება გაგვამყრიანებს, დაგვაძლევინებს სხვადასხვა ჩვენ შორის არსებულ განსხვავებულ შეხედულებებს. ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული შეხედულებები და ეს ამაში ეს მხოლოდ კარგია, რომ ჩვენ გავამდიდროთ ერთმანეთი, მაგრამ როდესაც განსხვავებული შეხედულების გამო ადამიანებს შორის იკარგება პატივისცემა, იკარგება სიყვარული, ასეთ განსხვავებულ აზრს უკვე აღარ აქვს ხასი. ამიტომ და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ღვთის გარეშე შეუძლებელია ჩვენ ძლიერთ ჩვენს ადამიანურ სისუსტეს, განკითხვას, რისხანებას, სიძულვილს. აი რატომ არის რომ ეს ჯერ კიდევ ჩვენს ცხოვრებაში არის ამის მაგალითები, გამოვიდება ამისა. ამიტომ მხოლოდ უფლის მადლი, მხოლოდ უფალთან კავშირი მოხდება ჩვენი ურთიერთსიყვარულის აღდგენა, დამშვიდება, განხილვა. ამიტომ აი მომავალი წელი ეს არის დედა ეკლესიის წიაღში დაბრუნების წელი და დაიწყოს ესეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერმა, რომ ყოველი აქტუალობები უნდა იყოს ჭეშმარიტი აღსავებელი და ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს არის, ეშველება, მოევლება, ჩვენ შევძლებთ მოუნახოთ საერთო ენა და ერთობლივად ვაშენოთ ჩვენ ქვეყანა. უპირველეს ყოვლისა უნდა ვაშენოთ ჩვენი სულიერი ტაძრები და შემდეგ აშენდება ასევე ხილული ტაძრების და ქვეყანას აშენდება. ეს არის ასევე დიდი მეფის ვახტანგ გორგასალის ხსენება. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ეკლესიამ სწორედ ანდრია პირველწოდებულის დღეს დააწესა ვახტანგ გორგასალის ხსენება. რატომ? იმიტომ რომ ის რაც დაიწყო, ანუ დააფუძნება ეკლესიისა დაიწყო ანდრია პირველწოდებულმა, აი ამ დაფუძნებული ეკლესიის
სრულყოფის საფეხურზე წვერვალზე აყვანა და აგვირგვინა ვახტანგ გორგასალმა. მან საქართველოს ეკლესიას მოუპოვა დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია. ეს ნიშნავს, რომ ის დიდი ძალა ბადრი, რომელიც ანდრიამ შემოიტანა, სრულ იქნა და ეს შეძლო დიდმა მეფემ ვახტანგ გორგასალმა, რომელიც იყო არა მარტო დიდი მეფე, დიდი პოლიტიკოსი, დიდი მხედართმთავარი, არამედ ის იყო ღრმად მორწმუნე ადამიანი და არა მარტო პოლიტიკური ლიდერი, სულიერი ლიდერი იყო. მან ავტოკეფალია მოუპოვა ქვეყანას. მან დატოვა ანდერძი, რომელიც ეს აღარ არის მხოლოდ მეფის სიტყვები, ეს სულიერი წინამძღოლის სიტყვებია. მასში, როგორც ბიბლიურ წინამძღოლებში გაერთიანდა სასულიერო და საერო ხელისუფლება. ასევე იყო დავითი, ასევე იყო თამარი. აი, როდესაც დიდ სულიერ სიმაღლეს აღწევს ხელისუფალი, მას აქვს უფლება, რომ ის იყოს ასევე სულიერი წინამძღოლი, ასრულებს სულიერი წინამძღოლი. საოცარი ანდერძი დამიტოვა ვახტანგ გორგასალმა. მან ბრძანა თავის ანდერძში ამასა გამსნებ თქვენ, რათა მტკიცებას გეს სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილსა, რათა მარადიული დიდება მოიგოთ. აი, ეს არის ჩვენი წამსი, ჩვენი ერის, რამაც გადაგვარჩინა ჩვენ. აი, ესეთი მეფეები ყავდა ჩვენ და შემდგომ ვახტანგ გორგასალს დავით აღმაშენებელს ამას, რომ აი ამ დიდი ჩვენი საერო ხელისუფლების წინამძღოლობის მოცვით, რომ ჩვენი საერო ხელისუფლება ასევე, რომელიც პატრიარქის წინამძღოლობით უკვე ბოლო ათეული წლებია უბრუნდება ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რომ არა მარტო დაუბრუნდეს, არამედ აი ლიდერის როლი შეასრულოს, რომელსაც სულიერი ლიდერის როლი, რომელსაც ასრულებდა ჩვენი დიდი მეფეები და დედოფლები. და მე დარწმუნებულია, რომ ეს ასე იქნება და ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ერი, ღმერთმა დაალოცოს ჩვენი სასულიერო დასი, ჩვენი საერო დასი, ყველა დაკოცოს ღმერთმა ჩვენი საყვარელი პატრიარქის გეგმებით, წინამძღოლობით და ლოცვის, რომელმაც შეძლო აი ღვთისგან დაშორებული ერის, სულიერად ძალიან დასუსტებული ერის თანდათან გაჯანსაღება და დედა ეკლესიის სიაში დაბრუნება. დღეს ამის კიდევ ერთი დასტური გვაქვს, ის რომ დღეს იკითხა ორი ახალი შეემატა სამღვდელოებას ახალი მოძღვარი, დედი, მამა ირინეოსი, ღმერთმა დაალოცოს იგი და შეემატა პატრიარქო დას იარგანი ილია, ღმერთმა დაალოცოს მამა ირინეოს, მამა ილიას. ეს არის არა მარტო ჩვენი ეპარქიის, ეს არის საქართველოს ეკლესიის გამდიდრება და ბოლოს ეს არის ჩვენი ტაძრის მესასწაული. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ის, რომ თეატრაში მრავალი წლის ადრე სანამ ეს ჩვენებობა დაიწყებოდა, მეუფე კონსტანტინეს დროს იყო უკვე ეს ჩანაფიქრი, რომელიც მე არ ვიცოდი. მერე გავიგე, როცა ტაძრის ესე იგი უკვე გადაწყდა სათვალე გაიხარა ანდრია პილოტოდებული საკითხი, მერე გავიგე, რომ თურმე მეუფე კონსტანტინესაც ეს ნიშნავს, რომ მეც უნდოდა, რომ აქ ანდრია პილოტოდებული ტაძარი ყოფილიყო და ეს კიდე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეპარქიას განსაკუთრებული ვალდებულება აქვს, რომ იყოს 60 გულმსახურებაში და მე ვიტყვი, რომ ჩვენი სამღვდელოება ამას ასრულებს და ჩვენი მრევლიც მონაწილეობს ამაში და თეატრაში გვაქვს ანდრია პილოტოდებულის საკათედრო ტაძარი, ხოლო საჩხერეში წმინდანების საკათედრო. ანდრია და ნინო ლოცავენ და შევაძლებთ ჩვენ ეპარქიას, რომ მართლაც ვიყოთ 60 გულმსახურებაში, როგორც სასულიერო, ისე საერო დასი. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს. ვიხარი და იგებსები მრავალ საწოლსა, მრავალ ჟამბო. ჩვენთან არც მე.